ჩემო ძვირფასებო, ვითომ ვიღებ ორიგინალურ ვიდეოს, მაგრამ გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ წვნიანს. ტყუილი, მთელი ცხოვრება სუპს ვეძახდით, მაგრამ წვნიანი. ვნახეთ, მომხარშე კარტოფილი და სტაფილო. აი არ ჩანს ორ თქლავს. გავამზადე ხახვი. აი ძალიან წვრილად დაჭრილი და მთავარი, ნახეთ, 3 ფერის ბულგარული წიწაკა, ბრინჯი მოხარშული და ვალბობ ქლიავის ჭირს. აი ესე დამბალი და მე ჩავყრი სუპში. დაჭრილი მაქვს კომში, რომ იცოდეთ, აი კომში გამზადებული მაქვს და ეს იქნება საოცარი წვნიანი. ბრინჯი გითხარით, თან ნელ-ნელა ბალაგებ, რომ დედამ მითხრა, რომ ეს არა ქვია, თან დაალაგეო, რომ გააკეთებო. და მე ხვალე დილით რომ გაიღვიძებს, ვაჩვენებ, როგორი სუფთად გავაკეთებ. მოკლედ აი ეს არის სულ. და მე გაჩვენებ აუცილებლად მთავარი, რა უნდა გითხრათ, იცით? ნახეთ, მწვანილი გარეცხელი უკვე გამზადებული, ფერადი ბულგარული, სტაფილო, ყველა ჩაკრის ფერები იქნება, ყველაფერი. ჩემ წვნიანში იქნება ჩაკრის ფერები. და ეხლა იტყვით ალბათ იისფერი როგორ იქნება მწვანილი. არის ჩემო ძვირფასებო, გარეცხილი მაქვს რეჰანი, ხო იცით იისფერია და მადლიანი მცენარე. ნუ რო გამზადდება, გაჩვენებთ აუცილებლად. აი მეგობრებო, ყველაფერი ჩავყარე და აი ახლა წყალს ვადუღებ, რომ ცხელი წყალი დავასხა. ხახვი ითუშება, ხალხი ბოლოს უშვები, ბრინჯი მოხარშული მაქვს, მწვანილს მოვაყრი და ეს იქნება ყველაზე დიეტური, ყველაზე სასწაული და არა კალორიული, თან ერთი სიტყვით სამკურნალო. მაინც მოვდუღნა ყველაფერი, რა ვქნა. წყალი ჩავიდე, კარგად იყავით. აი როგორ გამოიყურება. ულამაზესი და გემოგაუსინჯე, ისეთია სასწაული. აი ახლა ამას ზემოდან მოვაყრი მწვანილს, ახლა ის რო წამოდუღდება და როგორც კი მოვაყრი, გავთიშავ, დავახურებ და ეს მწვანილი ზემოდან ნელ-ნელა ჩაიღვენთება შიგნით და ექნება საოცარი გემო. თუ მოვასწარი ახლა და თუ გაიხსენა ჩემმა ტვინმა, დავიწყებ და მოვყვები რა არის ამ სუპში. აი მწვანილი გამზადებული მაქვს, ესე იგი კარტოფილი, ხახვი, ბრინჯი, ბულგარული 3 ფერი, ქლიავის ჭირი, კომში და ყველანაირი მწვანილი, განსაკუთრებით რეჰანი, იმიტომ რომ ყველა ფერი უნდა კონდეს. ანუ ჩვენ გვაქვს 7 ჩაკრა, რომელიც არის ფერადი და 7-ვე ფერი არის აქ. მოკლედ, ეხლა თეფსე რო გადავიტან, იმასაც გაჩვენებთ და დამთავრდა ჩვენი წვნიანი. მხატვრულად თქვი, ლექსით შეიძლება დავწერო წვნიანზე. მეგობრებო, წვანილ მოყრილი მაინც გაჩვენებთ და აი ახლა გამოვთავ ამას. აი ესე დავახურებ თავზე და აი ესე ჩაითუშება ახლა გემრიელად. თეფშედაც გაჩვენებთ. ეს უამრავი რაღაცა ყრია. არა უშავს. და აი ესეთი არის თეფშზე. აი ეს ქლიავი, ეს კომში, ეს კარტოფილი, ეს სტაფილო, ბულგარულები და ასე შემდეგ. მოკლედ გემრიელად მივირთვა. გასწავლეთ წვნიანი. თუ გინდათ ისწავლეთ, თუ გინდათ არა. გაიხარეთ.